მინისტრის დანიშვნა რას იზავს ახლა მთას აყვავებს თუ რას გააკეთებს? კარგი იქნება რომ მარკ შეიდერების სამინისტროს გავაკეთოთ, ხო? შაბიამნის ახალ პარტიაზე იზრუნოს ასევე ხელისუფლებამ. თაში პრობლემა რომ რეალურია, ამაზე ოპოზიცია და მართველი გუნდი თანხმდება. ჯერ მხოლოდ ინიციატივის დონეზე არსებული კონცეფციის შეფასებისას კი ორივე მხარე სარკაზმის ენას არ ერიდება. თუ მთის მინისტრად წარადგენენ ჭკვიან ადამიანს და აქედან გამომდინარე დანარჩენ მთავრობას დარჩება სამართავი ალაზნისველი და კოლხეთის დაბლობი, მაშინ მთის მინისტრს აუცილებლად დაუჭერ მხარს. მე ამას მოყვება თუ არა პიტალოკლდეების დეპარტამენტი, ასეთი საკითხი არ არის. სახუმარო არ არის, ძალიან სერიოზული საკითხია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ახალი უწყების შექმნას ამ ეტაპზე გამორიცხავენ. დისკუსიიდან გამომდინარე, რაც ბიუჯეტის შესახებ შედგა, პრაქტიკულად გამორიცხულია ახალი სამინისტროს შექმნა ყოველ შემთხვევაში წელს და ალბათ გაისათაც. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა განისაზღვროს დადებითი უარყოფითი მხარეები და შესაბამისად შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მთის კანონზე დეპუტატები მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ. არ არის გამორიცხული, რომ განხილვამდე ინიცირებულ პროექტში ერთი ცვლილება შევიდეს. შეიქმნას რიგით მე-19 სამთავრობო უწყება მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღლა ცხოვრობენ. რეკლამის შემდეგ დღის სხვა სიახლეებს გაგაცნობთ. პოლონეთის ხელისუფლება 5-მე მაღალჩინოსანმა დატოვა. სკანდალი ვარშავაში. მივიღე გადაწყვეტილება უარი ვთქვა სეიმის სპიკერის ფუნქციის შესრულებაზე. პოლონელ პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა უკანონო აუდიო ჩანაწერები და რეპუტაცია შელახული მმართველი პარტია. ზაფხულის ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 ტეტრად. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი. აბარა. ჩიპსი ფრიქსი წარმოგიდგენთ. ფრიკული გართობა ნომერი 24. ქაღალდბურთი. ფრიკული თამაშები საიტზე Frix Fun G. ფრიქსი, ვისაც უნდა თამაში. პაპუკი ცომის დასამზადებლად ვიყენებთ მაღალი ხანიშნულობა. ვანილი უფრო გიყვართ, შოკოლადი თუ კრემ-ბრიულე, რადგან რბილ და ხრაშუნაურწყებელაში სამივე ძალიან გემრიელი. ნაყინი სენდვიჩი. სიგრილე, რომელიც გათბობს. სტიქიური ნაგავსაღრელები მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემას აზიანებს. კვლევების შედეგად არაკონტროლირებად ნაგავსაღრელებზე აღმოჩენილი ქიმიური ნივთიერებები და ნაწლავური ბაქტერიები საფრთხეს უქმნის სასუნთქ ორგანოებს, იწვევს ნაწლავების ინფექციას და აქვეითებს ძირითადი ორგანოების ფუნქციას. დაბინძურებული გარემო თქვენი დაავადებების ძირითადი მიზეზია. გახსოვდეთ, ქუჩაში გადაგდებული ყოველი ნარჩენი თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. იზრუნე გარემოზე. სუფთა გარემო ჩვენი არჩევანია. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ქედნების ფრთებით ნახატი. კლდეში რომ ხევი იწყება მყინვარის გამონახადი, ლექსების ცხრემლად იღორება ნაკადულების რაკრაკი, როცა მზე შუბლზე იხრება როგორც დაისის არაკი, ლახსამ კაულად ლივლივებს ჩემი სამშობლოს ფერები, სევდაშიც შენით ვილხინებ, სიმღერად დავიწერები. ახლა უკვე ლუდი მთიელი იხარშება ქართული ველური სვიის გამოყენებით. წყალი მომწყურდა, რაღაც ხმა მომისმა ესოდან. ტელევიზორი გამორთე. პროსტამოლ უნო. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. პროსტამოლ უნო. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. არა მეგობარო, პირველი შთაბეჭდილება არ არის გადამწყვეტი. კიდევ ერთი წყვილი ფეხსაცმელი შენს კარადაში სამუზეუმო ექსპონატად?
თუ ვინმეს ასესხებ ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ, ხოლო არსებულ კლიენტებს 1000 ლარამდე. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. უპრეცედენტო აქცია არქიჯგუფისგან 10 წლიანი 10%-იანი განლადება არქიჯგუფის ნებისმიერ პროექტში. არქიჯგუფი, შენი ევროპული სახლი. ეკოპიას შექმნისას ჩვენ ვფიქრობდით სტანდარტულ ჩარჩოებს მიღმა. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეს არის საბურავების ახალი სტანდარტი მთელ მსოფლიოში. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone. შეიძინეთ თეგეტა მოტორსის ცენტრებში. გურჯაანის ნაყინის გათამაშება დაიწყო. მიირთვით და მოიგეთ უამრავ პრიზთან ერთად საოცნებო ბინა და ავტომობილი. აქცია ოცნება რეალობად გურჯაანის ნაყინთან ერთად. როცა საზღვარგარეთ მიდიხართ, თან მხოლოდ ის უნდა წაიღოთ, რაც აუცილებლად გჭირდებათ. საძიებო სისტემა. სოციალური ქსელები. GPS რუკა. კიდევ ელექტრონული პოსტა. ერთი სიტყვით მობილური ინტერნეტი. თან ეს ყველაფერი დაუჯერებელ ფასად. მხოლოდ 2 ლარ 9 დღეში. წაიღე მობილური ინტერნეტი როუმინგში. აირჩიე სასურველი ინტერნეტ პაკეტი ყველაზე დაბალ ფასად და გამორიცხე ზედმეტი ხარჯები. ჯეოსელი, მობილური ინტერნეტი, მობილური თაობისთვის. Lenovo წარმოგიდგენთ ინოვაციური, წარმოუდგენლად მძლავრი სმარტფონი P90. ძირითადი კამერა 13 მეგაპიქსელი, Full HD ეკრანი, პროცესორი Intel Atom, ბატარეის სიმძლავრე 4000 მAh. Lenovo P90. Odras gaumარჯოს. ადი ბიჭო პური გვაჭამე, გვდები შიმშილით. ახლა კუჭი. ფირუს შეცა ხახა. გაუმარჯოს. რა ვქნა ახლა მობილური დაგირეკო რომ მოგხედო ახლა. აბა რომლის უნდა დამერეკო? ორორის უნდა დადიხარ. ესენი ავსებენ ერთმანეთსა. ავსებენ არა? ხაშლამის მაგერ ორი ლობიო რო გაჭამოთ. ამჯერსა ორნევაში გაცვლი. რა ნივა, რილობიო, შეხვარ გაგირეკენია. ვიცი, ავსებენ ერთმანეთსა უნდა. მაიტა პური გვაჭამე, რა გინდა შენ ბოლო-ბოლო? ედა, ერთი უნდა კონდეს და ისიც ნაღდი. გაიგე? რა? ერთი და ნაღდიო, გაიგე? მაგთი, კავშირი თქვენ სამყაროსთან. ახალი ხაზბები ლუც მიზეზე არ სჭირდება. საღამოს გასართობი გადაცემების წამდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია საქართველოს ბანკის გზავნილების აქცია. მიიღეთ ან გაგზავნეთ ნებისმიერი სახის ფულადი გზავნილი სამჯერ და მიიღეთ 5 ლარის სასაუბრო დროს საჩუქრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია თოლია საოჯახო. შექმენი, შენი ნაყინი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია სიახლე ნატახტარისგან. დააგემოვნეთ ახალი და განუმეორებელი ლიმონათი, ლიმონი პიტნით. ეს არის ქრონიკა 8-ზე. საკრებულოს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ იმ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, რომლითაც თბილისის მთავრობას ქონების პირდაპირი წესით აუქციონის გარეშე განკარგვის უფლებამოსილება ეძლევა. ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ მერია ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში ზოგ გადაწყვეტილებას საკრებულოს გარეშე მიიღებს, რაც ცალსახად უარყოფით შედეგს მოიტანს. ცვლილების წინააღმდეგია საკრებულოში დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებიც. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დედაქალაქში ინვესტიციების
მოზიდვა გამარტივდება. ასევე ცვლილება შესაძლებელს გახდის იმ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, რომლითაც მერიას გარკვეული პირებისთვის ქონების საკუთრებაში გადაცემა დაევალა. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ირაკლი ტრიპოლსკი და გია ჟორჟოლიანი არიან. იზღუდება საკრებულოს უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად ქონების განკარგვის მიმართულებით, რაც ერთიშრომად უკან გადადგმული ნაბიჯია და ნარმანიას თვითმმართველობის რეფორმის კრახს ნიშნავს. რაც შეეხება პირდაპირი განკარგვის წესით ქონების გასხვისების შესაძლებლობის აღდგენას, ეს რა თქმა უნდა კარგია. აქ არის საჭირო, რომ საკრებულო არ იყოს საქმის ხურში და თვითონ თავის სურვისამებრ გადასცეს დედაქალაქის ქონება. აქამდე მსგავსი შემთხვევები ნამდვილად არ იყო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ როგორც კი თუ ეს კანონი შევა, აუცილებლად ფაქტურად დედაქალაქის ქონება გარწმუნებთ, რომ განიავდება და ამაზე მოგვიწევს საუბარი. დიდება სქემა, მექანიზმი, რომელიც იქნება უფრო მოქნილი და გაამარტივებს იმ პროცედურებს, რომელიც რა თქმა უნდა საკრებულოს დადგენილი წესის ფარგლებში მიცემს უფლებას თბილისის აღმასრულებელ ორგანოს, რომ განახორციელონ ქონების განკარგვა. რეალურად აღნიშნული კანონპროექტით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები იზრდება, მას ეძლევა დამატებითი შესაძლებლობები იმისათვის, რომ მან მოახერხოს დამატებით მოიზიდოს ინვესტორები, ასევე მოახერხოს ის, რომ გადაჭრას მისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხები. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს დიპლომატებთან ერთად განიხილეს. შეხვედრას საპარლამენტო